გიზიარებთ უგემრიელესი კერძის რეცეპტს, შემწვარი სოფლის წიწილი ნიგვზის სოუსში. პირველ რიგში, კარგად გასუფთავებულ და გარეცხილ ქათამს მოვაყაროთ მარილი და წითელი წიწაკა. ტაფაზე დავასხათ ზეთი და შევწვათ ქათამი ორივე მხრიდან. დავაბლენდეროთ ან გავატაროთ ხორცსაკებ მანქანაში ნიგოზი ნიორთან ერთად. დაბლენდერებული მასა გადავიტანოთ ჯამში, დავუმატოთ ზაფრანა, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, მარილი, ცოტა წყალი და კარგად მოვზილოთ მასა იქამდე, სანამ არ გამოყოფს ნიგოზი თავისივე ცხიმს. ცხიმი გადავიტანოთ ფიალაში. ნიგვზიანი მასა კარგად გავხსნათ გადადუღებულ და გაგრილებულ წყალში, სასურველ კონსისტენციამდე. სურვილის მიხედვით დავუმატოთ ძმარი ან ლიმონის წვენი. დაჭრილი ქათამი ჩავალაგოთ ქვაფში, მოვასხათ ნიგვზის სოუსი, მოვაყაროთ დაღერღილი წითელი წიწაკა, რა თქმა უნდა გემოვნებით და მოვასხათ ზემოდან ნიგვზის ცხიმი. მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით. მე დაგემშვიდობებით შემდეგ გემრიელობამდე.